დღევშვიდობისა ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით. ისევ ვალერისთან ერთად ვართ, ვაგრძელებთ ჩვენ სიუჟეტს, როგორც შეგპირდით. ჩვენ ახლა უნდა წავიდეთ ლაგოდეხის მონასტერზე. ვალე, რაკედან არის? ხო, ბილიკი გამარჯობა მეგობარო. ჩვენ ავალთ ლაგოდეხის მონასტერზე და იქ მოგვიყვები უკვე ლაგოდეხში არსებული კულტურული ძეგლების შესახებ ისტორიას. ვალე, ენერგია გვჭირდება ჩვენი სპონსორისგან ელისგან დავლიო ცოტა ენერგიაზე მოვართ, ხევზე უნდა გადავიდეთ, მე მონასტერში ავალთ. ასე რომ მეგობრებო, დღევანდელი დღე დაეთმობა ლაგოდეხში არსებული კულტურული ძეგლების შესახებ ისტორიას. წავედით თვალე. წავედით. ორიოდე სიტყვა მითხრა, ბილიკი არის კეთილმოწყობილი. კი. ეს ალბათ ბოლო წლებში არის გაკეთებული. ვისი ინიციატივით და ვისი ძალისხმევით გაკეთდა, რომ მითხრა ამის შესახებ. დღეს მე სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი, პირველად მივდივარ მონასტერზე, ჩემი ბრალი არის, ვაღიარებ, თუმცა ანუ შრომა არის ეთყობა დიდი ჩადებული. ვისი ინიციატივით არის გაკეთებული? ინიციატივა იყო ბატონი გია რობჟანიძესი. მან ჩამოაყალიბა ესეთი საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც ქვია ქომაგი, ლაგოდეხის ქომაგი და აი ამ ფონდის მეშვეობით, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ლომის წილი აქ ბატონ გიასი არის ყველაფერის და მოსახლეობაც იყო ჩართული არა მარტო აი ფიზიკურად შრომაში, არა მარტო ლაგოდეხის, არამედ აი მთელი რაიონი მონაწილეობდა რა, შეიძლება ითქვას აი ერთ დღეს იყვნენ ლელიანელები, მეორე დღეს თელელები და მათ შორის არა მარტო ეს ბილიკი გაკეთდა, არამედ გაიწმინდა მონასტრის ტერიტორია. მოკლედ ამოვედით ლაგოდეხის მონასტერში, ამას ქოჩალოს მონასტერსაც ეძახიან. მოდი მე მინდა რომ აი ამ მონასტრიდან დავიწყოთ ლაგოდეხში არსებული ძველი ეკლესია მონასტრების ისტორია რომ მომიყვე. როგორც უკვე შენ აღნიშნე, ეს არის ლაგოდეხის მონასტერი. რომელიც სუბოლო კვლევების შედეგად იქნა დათარიღებული მე-6-მე-7 საუკუნის მიჯნით. ბოლო პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა მონასტრის ეკლესიის, მთავარი ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოები, აქ აღმოჩენილი იქნა ასომთავრულით წარწერა ქვაზე, რომელიც დათარიღდა მე-10 საუკუნით. იქ მოხსენიებული არის წმინდა დედოფალი დინარა. ამ წარწერაში ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი, იმიტომ რომ ფაქტიურად დედოფალ დინარაზე ძალიან მცირე ცნობები გვაქვს ჩვენ. სულ ბოლო პერიოდში, ესე იგი მე-19 საუკუნეში იქნა მერე ეს გადათარგმნილი ქართულად, თუმცა თავდაპირველად, რა თქმა უნდა, არსებობდა წმინდა დინარა დედოფალზე ქართული ისტორიული წყაროები, რომელმაც სამწუხაროდ არ მოაღწია ჩვენამდე. მერე შეცდომით იქნა მიჩნეული ძალიან ბევრ ისტორიულ საბუთში მოხდა გადაფარვა და გაიგივება თამარ მეფესთან. დინარა დედოფლის, იმიტომ რომ ესაც იყო მეომარი, რომელმაც ცეცხლით და מחვილით მონოფიზიტობა დაამხო აი ჰერეთის ხარეში. როგორც უკვე აღნიშნეთ, ფაქტიურად თითქმის მე-17 საუკუნემდე სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში კიდე მოიხსენიება ლაგოდეხის მონასტერი, მაგრამ აი უკვე მე-14 საუკუნეში ის მოიხსენიება როგორც ლაგოდეხის საყდარი. ესე იგი ეს უკვე რაღაც ჩანს, რომ აი ამ ძნელბედობის ჟამს რაღაც უკვე მონასტრად არ მოიხსენიება, თუმცა თავდაპირველად ის იყო მონასტერი დიდთა ძალითა ლაგოდეხი, რომელიც არის მოხსენიებული სწორედ აი პირველად არის მელქისედეკ კათალიკოსის დაწერილში, რომელიც 1000 წელს სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, აი ჩრდილოეთი ნავი, ცენტრალური ნავი საკურთხევლით და სამხრეთი ნავი. ჩრდილოეთი ნავი არის ყველაზე კარგად შემორჩენილი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კარგად არის.
და როგორც ხედავთ, ჩამონგრეული არის ეს ცენტრალური ნავი და მთლიანად არის დაზიანებული მესამე ნავი. მესამე ნავის გვერდით კიდე არის პატარა ეკლესია. აი ესეთი ის არის სამნავიანი ბაზილიკა არის, განეკუთვნება და ძალიან საინტერესო არის, რომ ეს არის ტიპიური, რომელიც უკვე აი ამ პერიოდში შემოვიდა საქართველოში. მაწიმის დაცულ ტერიტორიებზე არის არა მარტო საყდარი, არის ციხე-ნაგებობები, რომელიც იყო მეფეთა, ასე ვთქვათ, საზაფხულო რეზიდენცია. დღეს მას მაჭის ციხეს იძახიან. აი ხა მოდი მაჭის ციხეზე რომ მოვიყვე, უკვე ისტორია. მაჭის ციხეც ძალიან საინტერესო, ეს უდიდესი კომპლექსი არის, იქ არის ციხე-სიმაგრე, იქ არის ეკლესია, იქ არის სხვადასხვა ნაგებობები, იქ სამწუხაროდ უმეტესობა ისეთ ნანგრევების სახით არის შემორჩენილი. არის წყლის აუზი, ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ როდესაც ყველაფერი იყო გათვლილი იმაზე, რომ აი მაგალითად რომ მტერი რო შემოსეოდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში წყლის რესურსი ყოფილიყო, სწორედ ამ მაჭის ციხის გორაზე, რომელიც იქ მდებარეობს. და ძალიან საინტერესო, მეხუთე საუკუნეში, ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში ფაქტიურად მოხდა მაჭის საერისთავოს დაარსება. და მაჭის ერისთავი რეზიდენციას წარმოადგენდა სწორედ ეგ ადგილი. შემდგომში უკვე რაღაც მე-11-მე-12 საუკუნეებში უკვე საქართველოს ერთიანი სამეფოს მეფეების საზაფხულო რეზიდენცია წარმოადგენს, შემდგომში კახეთის და აი ყველაფერი წყდება შახაბასის შემოსევით. ეს არის მე-17 საუკუნის დასაწყისი. ისევე როგორც ლაგოდეხის მონასტერი, ისევე როგორც საქართველოს ისტორიის უდიდესი შავი ლაქა შახაბასის დიდი ტრაგედია ამ მხარის და მთლიანად ეს მოსახლეობაც აიყარა აქედან, ნაწილი დაიღუპა ბრძოლაში, ნაწილი გადასახლდა და დღეს ცხოვრობენ სპარსეთში, ირანში, ფერეიდანში. თითქმის ერთ მონაკვეთზე, კავკასიონის ერთ ხეთზე არის განლაგებული თითქმის ყველა ეკლესია, მონასტრები და ციხეები. აი რომ დავიწყოთ. მაჭის ციხეს ეხლა პარალელურად გამოვავლოთ აქ. იქ არის ეკლესია კიდე. ლაგოდეხის მონასტერი, ხო, ესე რომ ჩავყვეთ, შემდეგ ჩავდივართ ფონაში, მერე გავდივართ. მანამდეც არის კიდე გურგენიანის ტერიტორიაზე არის. კი. აი ხა მოდი აი ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ, ეხლა მაჭის ციხე ავხსენით, შემდეგ რა მონასტრები გვაქვს ლაგოდეხში. ერთი მონასტერის ჩვენ ადრე წლების წინ ჩვენ ვიყავით, პატარა საყდარიც არის, ხო? კი ბატონო, აი აღმოსავლეთიდან გამოვუყვეთ, ხო? მდინარე მაწიმის წყალზე არის მაჭის ციხე. შემდეგ სოფელ რაჭისუბნში ჩამოდის მდინარე სალესავის ხევი. იქ არის საყდარი. დაახლოებით 15 წლის წინ ვიყავით ჩვენ მაშინ იმ საყდარზე ექსკურსიაზე. კი, და ერთნავიანი ბაზილიკა არის იქაც. მერე მოდის ლაგოდეხის მონასტერი. აი იმ კონცხზე, რომელიც აი წინ მოსჩანს ახლა, ნინიგორაზე არის პატარა ეკლესიის ნანგრევი. შემდეგ ჩავდივართ გურგენიანში, ნინოს ხეობაში, ნინოს ხევის ხეობაში, იქ არის კიდე ეკლესიები. შემდეგ მსხალგორის წმინდა გიორგი და აი მთლიანად ესე არის და ეხლა მარტო აქ ხო არ არის, რა თქმა უნდა ბარშიც არის ეკლესიები. აი სანა ბარში ჩავალთ, მოდი მივყვეთ მსხალგორის წმინდა გიორგიდან და შემდეგ ფონის ეკლესიაც რომ მოვიყვე, რომ საუკუნეებში არის აგებული. ესე იგი, აი ბოლო მონაცემებით მსხალგორი არის შუა საუკუნეებით დათარიღებული ზუსტი ჯერჯერობით კიდევ კვლევის საგანი არის. აი სამწუხაროდ უმეტესობა ეკლესიების ესე არის. ადრეული შუა საუკუნეები, შუა საუკუნეები, გვიანი შუა საუკუნეები, აი ესე არის. და ძალიან რამოდენიმე ეკლესიაზე ვიცით ზუსტი თარიღი, იმიტომ რომ რაღაც ისტორიულ წყაროებში და იმაში არის შემორჩენილი. სამწუხაროდ აი მსხალგორის ეკლესიაზე ესეთი დაზუსტებით ჯერ არ შეგვიძლია თქვა, რომ ზუსტად რომელი საუკუნე არის. ფონაში არსებულ ეკლესიაზე რას გვეტყვი?
ფონაში წმინდა სამების ეკლესია არის, ერთნავიანი ბაზილიკა, გვიან მიშენებული სამრეკლოთი. ხოშურის ძალიან კარგად არის შემორჩენილი, ბოლო პერიოდში მოხდა მისი რესტავრაცია, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის სამრეკლო. ფონის. თორე ეკლესია, როგორც შიგნიდან ისე გარედან რესტავრაციას დაექვემდებარა რამოდენიმე წლის წინ და ისევე მაჭისციხის ეკლესია. მაჭისციხის ეკლესია გვიან შუა საუკუნეები არის. ბარშიც რო ჩავიდეთ, ეხლა რა ადგილზე გვაქვს? კი. აი ბარში ეხლა მოვყვეთ ისევე აღმოსავლეთიდან, ხო? ძალიან ბევრი ეკლესია არის სამწუხაროდ დანგრეული. ვარდისუბნის ტერიტორიაზე არის და მიმდებარე ტერიტორიაზე არის რამოდენიმე ეკლესია, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ საძირკველით არის შემორჩენილი. ასევე არის კართუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებული მუხიანის ეკლესია, არის კიდევ კაპანაძეების ტბის მახლობლად არის, პირობითად არის წმინდა თეოდორეს ეკლესიას ადგილობრივები ეძახიან. და აი საკმაოდ მდიდარი არის რა, არა მარტო მთაში არის ეს ეკლესიები, არამედ ბარში. ლელიანშიც არის გვაქვს. ლელიანში წმინდა თეოდორეს ეკლესია, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია არის ქალქვა ის ესე იგი აბაშისწყლის მიდამოებში და ესენი რომელ საუკუნეებში არის საშინელი? როგორც წმინდა თეოდორე არის სადღაც მე-11-მე-12 საუკუნის ძეგლი არის. ეხლა არის სამნავიანი ბაზილიკა და საინტერესო არის ის, რომ აი ერთ-ერთ ესე იგი სამხრეთ ნავში არის ჩაშენებული, გვიან ჩაშენებული არის სამრეკლო. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ სხვაგან ძალიან იშვიათად ხვდებით ჩვენ ესეთი მას. აი ძალიან საინტერესო არქიტექტურა არის წმინდა და საკმაოდ დიდი ეკლესია არის. ასევე სიდიდით გამოირჩევა მსხალგორი ეკლესია, რომელიც სამწუხაროდ დანგრეული არის და არის ფრაგმენტები არის შემორჩენილი. იცი, ბავშვობაში ესე იყო, შენ ბავშვობაში, ჩემ ბავშვობაში. ესე იგი, წაგვიყვანდნენ იყალთოში, განაცუდია, მაგრამ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ალავერts ნახავდით, ნეკრეს ნახავდით, მაგრამ ლაგოდეხის ძეგლები, თეოდორეს ეკლესია უკვე სტუდენტობის დროს ფაქტიურად სტუდენტობის დროს გავიცანი და სხვა ძეგლები ლაგოდეხის. ეხლა მონასტერზე კი დავდიოდით ბავშვობაში ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ძალიან ახლოს იყო აქედან და აი ეგაც კიდევ ერთი პრობლემა არის ჩვენმა, აი მოსწავლე ახალგაზრდობა არ იცის ძეგლებში. აი ძალიან იშვიათად თუ რომელიმე სკოლა მაგალითად წავა და მოინახულებს ის აი ეს აუცილებელია რომ აი ფონაში თუნდაც აი ეს ეკლესია რო არის, არის ფერანში არის, შეიძლება თორემ არ იცოდეს ეს ჩვენი ისტორიული ძეგლები. არ იცის ის ხოშატიანი, კი ბატონო, ხოშატიანი ძეგლი ძალიან საინტერესო არის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკიკინაღამ გამორჩა ანანაურის ტერიტორიაზე, ჭრელი საყდარი, ეგრეთ წოდებული. ჭრელს რატომ ეძახიან? გარე მხატვრობა აქვს, გარე ფრესკული მხატვრობა აქვს ზედ. საინტერესოა. აი ძალიან საინტერესო ძეგლია. არა, ჩვენი უმრავლესობა დედა ეკლესიები შიდა მხატვრობით არის. ფაქტიურად აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ არსად ვერ შეხვდებით გარე მხატვრობას. გარე მხატვრობა არის სვანეთში ძალიან ბევრგან არის წარმოდგენილი. აღმოსავლეთ საქართველოში ეგეთი არ არის. ეს შეიძლება ითქვას ერთადერთი ძეგლია, სადაც გარე მხატვრობა არის წარმოდგენილი. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, მადლობა რომ აი ეს ლაგოდეხის ჩვენი ეკლესია მონასტრების ისტორია გავგოცანი. მე მინდა თხოვნით მიმართო ჩვენს ლაგოდეხელ მოსახლეობას, განსაკუთრებით მშობლებს, რომელსაც მცირეწლოვანი სკოლის მოსწავლეები ყავს, არ დაივიწყოთ და ხშირად ატარეთ შვილები მსგავს ადგილზე, რომ ჩვენ საიდან მოვდივართ ეს ისტორია, ფესვები ეს ისტორია არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყნის, არა მარტო ქვეყნის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და ჩვენი ლაგოდეხის ძალიან მრავალფეროვანი ისტორია გავგვაჩნია, ასე რომ ხშირად ატარეთ თქვენი შვილები მსგავს ადგილებში. ქოჩაროს ტაძრის ძალიდან მადლი შეგეწიოთ თქვენ სრულიად საქართველოს, ასე რომ ჩვენ მალე დაგიბრუნდებით, დროებით კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.